Eros generaluri მდივანი ანტონიო გუტერეში კრიტიკის ამიზნია, მას აკრიტიკებენ მის სალოცი წერილებისთვის, რომელიც ირაკლი კობახიძისა და მიხეილ ყაველაშვილის სახელზე გამოიგზავნოს. სწორედ ამ საკითხზე აქვს ახლა ბრიფინგი შალვა ნათელაშვილს. მოვისმინოთ რისი თქმა სწორს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს. მირულად იბრძვის მანიაკალურ ოლიგარქიული დიქტატურის დასამარცხებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ულოცავს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც წარმოადგენენ არალეგიტიმურ მოვლენას ქართულ და მსოფლიო რეალობაში, ულოცავს ამ თანამდებობებზე დამტკიცებას. ეს არის ცინიზმის მწვერვალი. აღნიშნული თანამდებობის პირის მილოცვა არაფერს არ ნიშნავს, მისი პრეროგატივა არ გახლავთ ვიღაცის აღიარება, ან არ აღიარება, დამტკიცება, ან არ დამტკიცება, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ბატონს არასოდეს გაუპროტესტებია საქართველოში ძალადობა, ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩევნების მასობრივი გაყალბება, ახალგაზრდებისათვის თვალების დაათხრა, გადავსებული ციხეები პოლიტპატიმრებით, ძალადობა და წამება მშვიდობიანი დემონსტრანტებისა. ისევე როგორც ბატონ გუტერეს ხმარ დაცდენია წლების განმავლობაში ოკუპანტების წინააღმდეგ, რომლებიც ღობავენ, ბორდერიზაციას აკეთებენ ქართული მიწისა, იჭერენ ადამიანებს თავის ბოსტნებში, აპატიმრებენ, როდესაც დაგვიკლეს თვალწინ ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გაასამართლეს ხალხი საკუთარ სამშობლოში გადაადგილებისათვის, აი ამ ტკივნეულ სოფლიო პრობლემაზე გენერალურ მდივანს გაეროსში არამედ ხმა არ ამოუღია, არამედ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაც კი არ უცდია, რაც მისი პირდაპირი დავალება და პასუხისმგებლობაა გაეროს წესდებით. აქვე აღნიშნავ, რომ ეს პერსონა წარმოადგენს იმ თანამდებობის პირს, რომელიც იახლა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ყაზანში ბრიქსის სამიტზე ამას წინათ, რის გამოც იგი კიევში აღარ შეუშვეს და გამოცხადდა ფაქტობრივად პერსონა ნონ გრატად. და საერთო ჯამში მოვიდა დრო, რომ ეს არაფრის გამკეთებელი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო გადანაწილების პროდუქტს, ეს გადანაწილება დაამთავრდა ახალი რეალობა, გადაფორმატდეს, შეიცვალოს მისი ფუნქციები, იქ წარმოდგენილი დელეგატები გაუშვან არა კორუმპირებულმა მთავრობებმა, არამედ აირჩიონ დედამიწის სახელმწიფოებმა, თვითონ ხალხმა აირჩიოს, ვინც იქნება წარმოდგენილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვთხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მეგობრებს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს დასვან ანტონიო გუტერეშის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ის არის მსახურება. პირდაპირ ეთერში უსმენთ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს.